მთებში იქით შორს ცხოვრობს სანტა კლაუსი. ზოგი ამბობს, რომ სანტას სახლი ასეთია. სხვები კი ამბობენ, რომ სხვანაირია. მაგრამ სინამდვილეში ის ასე გამოიყურება. მეც ვიცი, რადგან აქ ძალიან დიდი ხანია ვცხოვრობ. ნინო და კატო. ძვირფასო ბავშვებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს სახლში, მაგრამ ნება მომეცით, ჯერ ჩემი პატარა ლეკვები გაგაცნოთ. ეს დედია. ის კი ლაკი. ის კი მერფი. თუ ასე არ არის? მოიცა, არა, ეს დედია, ეს კი ლაკი. ან იქნებ სულას არა. დედის სათამაშოების შემოწმებაში მეხმარება, რადგან ყველა სათამაშო ხანდახან ისე არ მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს. ძვირფასო ბავშვებო. თქვენზე ბევრი რამ მსმენია. საქართველოდან ხართ ხომ? თქვენი ფოტოები აქვე მაქვს. შესანიშნავად გამოიყურებით. ისიც ვიცი, რომ თქვენი დეიდა ძალიან გიყვართ. ალბათ გაინტერესებთ, რა ხდება საჩუქრებთან დაკავშირებით. მოიცადეთ. უნდა გადავალმოწმო. მივიღეთ თუ არა თქვენგან წერილები. დიახ, ეს თქვენი სურვილებია. ვნახოთ, რას გიმზადებენ ჩემი ელფები. თუმცა ეს სიურპრიზია. თუ თქვენი წერილი მივიღე, მაშინ საჩუქარს მალე გამოგიგზავნით. თუმცა წერილის გარეშეც გამოგიგზავნით დიდ საჩუქრებს, რადგან ძალიან კარგი გოგოები ხართ. თუმცა ნინოს წერილი შაშანაც მივიღე, აიმნიდან რომ მიგზავნიდა წერილებს. ელფი, ჩემი ყველაზე გამრჯე ელფი. თქვენ საჩუქრების მომზადებას თავად მიხედავს. აქ არის ჩემი წიგნები, რომლებიც ყველა პატარა ბავშვის წერილს აღრიცხავს. აქ ყველას თავისი წიგნი აქვს. როგორც ხედავთ, ახალი წიგნები სულ ჩნდება, რადგან ახალი ბავშვები იბადებიან. აი, მაგალითად, ეს წიგნი. ის ჯერ კიდევ ცარიერია. დიახ, ნინო და კატო, თქვენი წერილები მივიღეთ და მალე გამოგიგზავნით საჩუქრებს. თქვენი სახელები ჩემს კარგ ბავშვთა სიაშია. ძალიან ვამაყობ თქვენით. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ მთელი წლის განმავლობაში უნდა ეცადოთ და არ დაივიწყოთ, რომ საწოლები გაასწოროთ და თქვენი ოთახები დაალაგოთ. ახლა კი წავიდეთ, მინდა რაღაც გაჩვენოთ. აი, აქ ვამზადებთ სათამაშოებს ბავშვებისთვის, მთელი მსოფლიოდან. ამის ნახვის უფლება მხოლოდ რჩეულებს აქვთ. ყურადღებით დააკვირდით. რა გემრიელია. ოღონდ ჩემ ელფებს არ უთხრათ, თორემ ისევ მუცლის პრესის ვარჯიშებს გამაკეთებენ, ბინებენ.
ვახშმის შემდეგ ღვეზას აღარ მაჭმევენ. კარგით. ხუმრობა იქით იყოს. ნახოთ სად უნდა მივიტანოთ საჩუქრები წელს. თქვენ აქ ცხოვრობთ არა? ჩემი ირმებით აუცილებლად გიპოვით. მოუთმელად ველი. ერთი წუთით არსებობს ვიღაც, ვინც ყოველთვის თქვენზე ფიქრობს. თქვენი აზრით ვინ შეიძლება იყოს? რა თქმა უნდა, ნინო ახობაძე. რა კარგია, როცა გვერდით ასეთი განსაკუთრებული და მოსიყვარული ადამიანი ხავთ, რომელსაც ძალიან უყვარხართ, რომელიც სულ თქვენზე ფიქრობს, უსაზღვროთ ენატრებით და გულში უზიხართ. რა არქეოლოგიური ამინდია, გაფრენისთვის იდეალურია. ჩემი საყვარელი თელქები, მათ გარეშე ვერაფერს გავხდებოდა. ჩემო ძვირფასო ელფებო, საჩუქრების დარიგების დროა. რუდოლფ, წავედით. ყველას გილოცავთ შობას. ყველანი მომენატრებით. მალე შევხვდებით. რუდოლფ, ჭკუიდან შევიშლებით. ასე მიხვდება ერთმანეთს.